მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ როგორც ორგანიზატორებს, ასევე ფებერტის ფონდს იმისათვის, რომ ასეთ საჭიროებო საკითხს შეუდგა ახალგაზრდობა, დაამუშავა და მოიყვანა დღემდე, რომ ახალგაზრდობას უკვე აინტერესებს სამუშაო ადგილებზე რა ხდება და რა მდგომარეობაშია იქ თვალსაზრისით დისკრიმინაციის შემთხვევები რამდენად არის. მე უფრო თემას დაუბრუნდები, რადგან შრომას ეხება აღნიშნული კონფერენცია სამუშაოზე ადგილებზე დისკრიმინაციას და გეტყვით, რომ ყველაფერს ამას ადგილებზე უნდა არეგულირებდეს შრომის კანონმდებლობა. აქ პარლამენტის წარმომადგენლები არიან და ვიცით ჩვენ და თქვენ ცით თუ რამდენი ძალისხმევა დაჭირდა პროკაჩირებს იმისათვის, რომ მიეღწია შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი ცვლილება შევიდა ქალთა უფლებების დაცვის მიზნით. ეს გახდა ფერმწირნი ქალის განთავისუფლების აკრძალვა. დანარჩენი საკითხები, რაც გენდერ უთანასწორობა შეუწყობდა ხელს, ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება შეუწყობდა ხელს, სამწუხაროდ შრომის კანონმდებლობაში არ შესულა. ჩვენ ველოდებით მეორე ეტაპს, ცვლილებების მეორე ეტაპს, რომელიც უნდა დაიწყოს და ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტროს ის დაპირება, რომელიც არა მარტო პროფესიულ კავშირებთან ერთად თქვა, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებას აუცნუროთ, როურად დაიწყებოდა მეორე ეტაპი და ეს მეორე ეტაპი მიეძებნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხებს, რომ ის აუცილებლად ძალიან მალე განხორციელებდებოდა. ამ დაპირების შემდეგ გავიდა უკვე წელიწადნახევარი, სამწუხაროდ დაპირება დარჩა. თუმცა ერთია ცვლილება და მეორეა იმპლემენტაცია, თუ როგორ ხორციელდება ესა ცვლილება სამუშაო ადგილებზე. იუსტიციის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ კერძო სექტორმა კეთილი ინებოს და პატივისცემს შრომის კანონმდებლობას, როდესაც იუსტიციის მინისტრი ამას ამბობს, ეს არ არის მხოლოდ პროკაჩირების ნათქვამი, ესე იგი ეს აშკარა გამოხატულება იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შევიდა შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები, იმპლემენტაცია სამუშაო ადგილებზე ძალიან ჭირს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გენდერ უთანასწორობაზე, არ შეიძლება არ მოვიყვანოთ აქ ლაპარაკია ნახევრად კვლევაში თანაბარ შრომაზე. ჩვენი ქვეყანა მიერთებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიასე კონვენციას თანაბარი შრომის თანაბარი აღზრდების შესახებ. გადავხედოთ ქვეყანაში რა ხდება. ქალის ხელფასი მამაკაცის ხელფასს ჩამორჩება 411 ლარი. 411 ლარი, ეს არის არ არის ძალიან პატარა თანხა მე მგონი და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქალებს არ მიგვიწვდება, ან ვერ მიგვიწვდება ხელი მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე. რაც შეეხება უმუშევრობას, ავიღოთ სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები. ქალები უმუშევრობის პროცენტი ქალებში 13%-ია, მამაკაცებში 16%. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკეთესი გარემოა ქალებისათვის არავითარ შემთხვევაში ეს მიუთითებს იმაზე, სწორედაც რომ ქალი გადამრჩენელია, ქალი მეოჯახია და ქალი თანახმა ნებისმიერი სამუშაო იკისროს, ივალდებულოს, რომ გადაარჩინოს თავისი შვილები. ასე რომ ქალს მეტი სახალისება ჭირდება და მეორე ეტაპზე სასწრაფოდ უნდა შევიდეს ცვლილებები. ლაპარაკობ დისკრიმინაციაზე სამუშაო ადგილებზე. ქვეყანაში შრომით ურთიერთობას არეგულირებს ორი კანონი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და შრომის კოდექსი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ, მოხელი ქალი ჩვენს ქვეყანაში ჩაყენებულია უპირატეს და უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე კერძო სექტორში მომუშავე ქალი. მას დეკრეტული შეფურება აუნაზღაურდება მთლიანი ოდენობით, მას აქვს 5,000 ლარი თუ 7,000 თუ რამცა მისი სახელმწიფო ფონდი რაც არის მთლიანად უნაზღაურდება, კერძო სექტორში ან შრომის კოდექსის მიმდებარე ორგანიზაციებში მხოლოდ 1000 ლარი. დეკრეტული შეფურებიდან გამოსული ქალბატონი შეიძლება მაშინვე განთავისუფლდეს სამსახურიდან კერძო სექტორში, მაგრამ საჯარო სამსახურში მას იცავს თავისი შვილის ცხოვრება, კერძოდ სამსხამი ასაკის ბავშვის დედა არ შეიძლება განთავისუფლდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ პროფკავშირები, რომ საჯარო სექტორში მომუშავე, კერძო სექტორში მომუშავე ქალბატონები ყველა ერთნაირად იხდის 20%-ს საშემოსავლოს. ამდენად მათი უფლებები სამუშაო ადგილზე უნდა იყოს განანაკლებული. აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალბატონი მზადებით და ფებერტის ფონდმაც იცის და პარლამენტმაც იცის 6 წელია
ბოლო 12 წელია ჩვენს ქვეყანაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არცერთი კონვენციის რატიფიცირება არ მოხდენია. ჩვენ ვითხოვთ 2006 წლიდან არსებობს ასეთი კონვენცია დედობის დაცვის შესახებ 193, რომელიც წაახალისებს დედობას. დღეს ხელისუფლებაში მოსულია ახალი მთავრობა. ქვეყნის პრეზიდენტი ელოდება შვილს. ავიღოთ და დედობას ვცეთ პატივი, ხალი წავახალისოთ როგორც დედა და დედობის შესახებ კონვენცია. ეს არის ზუსტად ქართული ხასიათი, ეს არის ზუსტად ტრადიციის დაცვა, რომ საქართველოში სადაც ვამბობთ, რომ ხალის ძალიან დიდ პატივს სცემენ, დედობის დაცვის შესახებ კონვენცია იქნება რატიფიცირებული. მეორე, არსებობს ასეთივე კონვენცია ოჯახური ვალდებულების ქონების შესახებ 156, რომლის რატიფიცირებასაც ვითხოვთ და სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ერთი პრობლემა, რომელიც მინდა გითხრათ კიდევ. შრომის კოდექსში, როგორც მე მოგახსენეთ, შევიდა ცვლილება, რომ დეკრეტული შეებულების ანაზღაურების შესახებ და შრომის კოდექსში წერია, რომ დეკრეტული შეებულებით შეიძლება ისარგებლოს ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, თვითონ ოჯახი გადაწყვეტს, ვინ შეიძლება რომ ისარგებლოს, მამაკაცმაც და ქალმაც. თელავის მუნიციპალიტეტში მიმართა ერთ-ერთმა მამაკაცმა დეკრეტული შეებულების აღების შესახებ და მას მისცეს ეს შეებულება, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა რკინიგზის დეპარტამენტში, სადაც ვერ წაიკითხეს კანონი და თქვეს, რომ კანონში კი წერია, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს, მაგრამ ამის შემდგომ, რომ არსებობს მინისტრის ბრძანებულება შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, იქ მხოლოდ ხალი წერია, დაწერია მამაკაცს, ამიტომ დეკრეტულ შეებულებაში ვერ გაგიშვებო. ეს არის გენდერული უთანასწორობა და ეს არის დისკრიმინაცია ზუსტად სამუშაო ადგილებზე. ალბათ კარგი იქნება ჩვენ წერილით მივმართეთ უკვე სამინისტროს, რომ გაასწოროს ის ბრძანებულება და მოიყვანოს